7 პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილი 13 აგვისტო 2015 წელი. მოგესალმებით ჩვენო და მადლობას გიხდით, რომ დათანხმდი ამ გზავნილის მიღებას. ჩვენ ხედავთ თუ როგორ სწრაფად იცვლება თქვენი პლანეტის პარამეტრები და ჩვენ ასევე ხედავთ თუ რამდენად ცოტა ადამიანია მზად რომ მას გახვეს. ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ იმით, რომ უმეტესი ქვეყნის მთავრობამ იცის მოახლოებული ცვლილებების შესახებ და მალავენ ადამიანისგან სიმართლის, რადგანაც ეშინიათ პანიკისა და მღელვარების. ისინი არც კი ცდილობენ გამონახონ მეთოდები ამ ინფორმაციის ადამიანებზე მისატანად, რომელიც არის დედამიწის მთელი მოსახლეობის საკუთრება და არა მხოლოდ მისი მცირე ნაწილისა, რომელმაც შემთხვევითობის წყალობით მიიღო ის. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ გზავნილებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, ვისაც აქვთ მმართველობის სადავები, თუმცა ისინი ყველანი ამ ინფორმაციას მხოლოდ თავიანთი თავებისთვის ინახავენ. ეს დუმილი არის ნამდვილი დანაშაული, რადგანაც ცვლილებები გარდაუალად მოხდება და მოკლეს ვადებში. მაშინ კი ადამიანებს მოიცავს ნამდვილი პანიკა, რადგანაც მათი უდიდესი ნაწილი არ ფლობს მცირე ინფორმაციასაც კი თუ რა ელოდება თქვენს პლანეტას და როგორ მოემზადონ მოახლოებული ცვლილებებისათვის. რამდენი ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი მთავრობებში რომ ყოფილიყვნენ სულიერად სუფთა და სიდისის მქონე ადამიანები. თუმცა სამწუხაროდ თითქმის არ არიან ასეთი ადამიანები იმ ქვეყნების მთავრობებში, რომლებიც მართავენ მსოფლიოს. საქმე იმასაც კი არ ეხება, რომ ბევრი ჩინოვნიკი კორუმპირებულია და სტყურიათ ძალაუფლება, არამედ იმას, რომ ისინი არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ადამიანების წინაშე, რომ მათი სულები და გულები იმდენად ჩაეფლო მესამე განზომილებაში, რომ არ შეუძლიათ მათ თავად იმ სულიერ დონემდე ასვლას, რომლიდანაც შეძლებენ თავიანთი შინაგანი არსის გამოღვიძებას და მით უმეტეს ადამიანების გაწყვლას. ამიტომაც ჩვენო ძვირფას სინათლის მოხელეებო, მთელი პასუხისმგებლობა ადამიანებისა და მსოფლიოს ბედზე გეკისრიათ ახლა მხოლოდ თქვენ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაუხილოთ თვალები ადამიანებს და არწმუნოთ ისინი იმაში, რომ მომხდარი ცვლილებები გარდაუვალია, რომ არ არის გზა უკან, არამედ არის მხოლოდ შესაძლებლობა ყოველი ადამიანისთვის, რომელიც ახლა ცხოვრობს დედამიწაზე. პირველი გზა მიდის უკან, ახალი ინკარნაციების უსასრულო ციკლთან ჩვენი გალაქტიკის სხვადასხვა პლანეტებზე. ხოლო მეორე გზა არის ამაღლების გზა ჩვენს პლანეტასთან ერთად, რომელიც მოითხოვს მათგან ცნობიერების გარდაქმნას და სულიერ ევოლუციის გზის სწრაფად გავლას, რომელიც დაეხმარება მათ შეაჩერონ სანსარას ბორბალის ბრუნვა და დაბრუნეს სახლში შემოქმედთან, რათა დაიწყონ ის ცხოვრება, რომლისათვისაც იყო მათი ღვთაებრივი სულები შექმნილი. თქვენი მეზობელი პლანეტების ყველა მაცხოვრებელი მღერვარებითა და დაღვლიანად უყურებს დედამიწაზე მომხდარ მოვლენებს და მზად არიან პირველივე მოხმობისას მოვიდნენ თქვენს დასახმარებლად. საჭიროა მხოლოდ მოგვიხმოთ. თქვენ გაოცდებით თუ რამდენად ბევრი გალაქტიკური ძმა გყავთ და როგორ უყვარხართ და თან აგიგზნობენ. მათ ძალიან სურთ მოგიყვნენ საკუთარი თავების შესახებ და გაგიზიარონ გამოცდილება. ახლა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის ჩვენ და ჩვენ მადლიერები ვართ მათი მზაობის გამო, რომ გახსნენ შუამავლები ჩვენსა და კაცობრიობას შორის. მთელი იმედები ახლა მხოლოდ მათსია. ნუ შეგეშინდებათ ჩვენი. ჩვენ არ გავართ გარეგნულად, თუმცა ჩვენი გულები და სულები თქვენი მსგავსი არის. ჩვენ ყველანი ერთი შემოქმედის შვილები ვართ. ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ. ასევე ჩვენ ყველას გსურს მშვიდობა და სიყვარული და არა მტრობა და სიძულვილი. ერთობლივად ჩვენ შევძლებთ ბნელი ძალების გამკლავებას და ვიცხოვრეთ მშვიდად და ბედნიერად ჩვენ საერთო სახლში, სახელად გალაქტიკა. 7 პლანეტის წარმომადგენლები საუბრობდნენ თქვენთან. სიყვარულით და პატივისცემით გემშვიდობებით და ვიმოდოვნეთ ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემული აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.